გორიდან გასასვლელში არის კიდევ ერთი საბანკეტო დარბაზი, გურმანი. ზამთარია და ბუნებრივია, რომ გარე ვერანდა არ მუშაობს, თუმცა ხედავთ, რომ არის. ალბათ ბაღიც საკმაოდ მიბზიდველად გამოიყურება გაზაფხულზე და ზაფხულში. ჩვენ კიდევ ერთ სარიტუალო დარბაზში მოვხუდით. სუფრა მიმდინარეობს, ამიტომ რა თქმა უნდა, იქ ჩვენ არ შევალთ და არ გამოვჩდებით, იმიტომ რომ ტრადიციული სუფრებია სარიტუალოში და ხინის თუ ჭერის სუფრა ყოველ შემთხვევაში ხა სახალხო კონტროლს იქ არაფერი არ ესაქმება, ამიტომ შემოვიფარგლებით ძირითადად მარტო სამზარეულოებით და საპირფარეშოებით, იმ სივრცეებით, სადაც ჩვენ ხელს არ შეუშლით უშუალოდ მომხმარებელს. ჭერზე რა გითხრათ ხა? თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ჭერი დასასუფთავებელია. კედლებზე რო გითხრათ, რომ სუფთაა თქო დამიჯერებთ, აი ნახეთ როგორი მდგომარეობაა. ტილოების მდგომარეობა ნახეთ როგორია. ამას შეხედეთ რა მდგომარეობაა. იატაკი ნახეთ რა მდგომარეობაში. ამას შეხედეთ რა მდგომარეობაშია, ესეც ნახეთ. ეს ნახეთ რა მდგომარეობაშია. აი ცვენას რომ ვამბობთ კრიტიკული შეუსაბამობა, აი ზუსტად რა არის კრიტიკული და შეუსაბამობა. აი კედლებში სადორდისაც აი ესეთი ცვენა მიმდინარეობს. ნიჟარაზე რა უნდა ვლაპარაკოთ, თვითონ სასაფლე რა მდგომარეობაშია, კედელი რა მდგომარეობაშია. აქ ხელსაბანიც არის და ეტყობა ჭურჭელიც აქ ირეცხება. იმდენად კონდენსატია, ნახეთ, აი თვითონ კედელზე როგორი სველია ყველაფერი. კონდენსატია ყველგან აბსოლუტურად. ყველა ზედაპირები დასასუფთავებელია, სანათები დასასუფთავებელია, აბლაბუდები ჩამოსახსნელია. იატაკის ერთგვაროვნება მთლიანად დარღვეულია, ნახეთ. აქ წვიმს ჩვეულებრივად, ქვაბების მდგომარეობა ნახეთ, რაშიც საკვები კეთდება, გაყვანილობების მდგომარეობა ნახეთ, აი ეს ნახეთ, სადაც სუფთა ჭურჭელი უნდა იყოს. ნუ სამრეცხაოში როზე ანტისანიტარია, ამაზე ლაპარაკი არა მაქვს. კედლები რას გავს, ჭერი რას გავს, ნახეთ, აი ნახეთ, რამდენი აბლაბუდებია, რამდენი უბედურებაა და ამას შეხედეთ, აი ეს რა მდგომარეობაშია. გარედან რომ დავინახე, ვიფიქრე რომ ახალი დარბაზია თქო და ნუ მაინც გადავწყვიტეთ შემოვიხედოთ თქო და რაც დავინახე, აი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ნახეთ სუფთა ჭურჭელი და ნახეთ აბლაბუდების რაოდენობა. აი შეხედეთ რამდენი აბლაბუდებია. ყველგან ჩამოუხსნელია, ყველგან დაუსუფთავებელია. ნახეთ გასქურის მდგომარეობა. შეხედეთ აი ჭურჭელი რა მდგომარეობაში. ჭურჭელი აი მიწეპებულია, ნახეთ აი ამის მდგომარეობა, ნახეთ აი ტაფების მდგომარეობა. მაგრამ მოდით ამას დავანებოთ თავი და ავიხედოთ ზევით. ნახოთ აი კონდენსატის რაოდენობა. ეს არის სრული კოშმარი და სრული ანტისანიტარია. აი ნახეთ რა მდგომარეობაა, შეხედეთ და აი ეს ვითომ და სუფთა ჩამჩები, რომელსაც ხმარობენ, აი ეს კონდენსატი აწვიმს ჩვეულებრივად და კონდენსატიანს მერე ხმარობენ სამწუხაროდ აი სამზარეულოში. ამაში ჩაიხედეთ. ამას გაღებით ვერ გავაღებ, მაგრამ ჩაიხედეთ და გაჩვენებთ ის. ამაში ჩავიხედოთ რას გავს, შეხედეთ. აი ეს ნახეთ ყველაფერი რას გავს. იატაკი ძირს ნახეთ. აი ეს ჭურჭელი რომელსაც იყენებენ და ესენი რა არის? აი ეს რა არის? ეს რა არის? ხო კარგად იცის ჩემო მომხმარებელმა ეს რა არის? ეს არის მღრღნელების ექსტრემენტები. გურმანის დარბაზში ქელეხია და ამიტომ არ შევედით, არ შევაწუხეთ სტუმრები, მაგრამ ვნახავთ კუპეს. აი ესეთი კუპეა. არანაირი დეკორაცია ამ კუპეს არ აქვს, გარდა სურათის, აი ესეთი რეპროდუქცია. რა ვიცი, ტყე, ბუნება, მაგრამ აშკარად გორი არ არის. აბა რა გითხრათ? აი ესეთი საკმაოდ ჭუჭყიანი და გაცვეთილი მაგიდის გადასაფარებელია. ძალიან ბევრი სიგარეტის ნამწვავია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ აქ სიგარეტს ეწევიან სამწუხაროდ, თუმცა სიგარეტის მოწევა შეიძლება ვერანდაზე და არა შიგნით შენობაში, ეს აკრძალულია კანონით. ამიტომ ვერ გეტყვით, რომ სასიამოვნო შეგრძნება მაქვს, როდესაც ვარ ამ კუპეში, იმიტომ რომ აი ეს ჭუჭყიანი სუფრა, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რაც შეეხება სკამებს, ეთყობა, რომ აი ავეჯი არის ძალიან ძველი, მე შემიძლია მხოლოდ ვიზუალურად შევაფასო ესა თუ ის ობიექტი, დანარჩენი უკვე გადაწყვიტონ თვითონ ამ ობიექტის მფლობელებმა გააკეთონ, გაარემონტონ, გაალამაზონ თუ დატოვონ ისე როგორც არის. აი ამას შეხედეთ. აი ამ სახურეს შეხედეთ, ამას სხვანაირად ვერ დავარქმევ ყველაფერს. ეს არის ზე ანტისანიტარია, გული ამერია, ყველაფერი ხელის მოკიდება მეზიზება.
ამას შეხედეთ, ეს არის მაცივარი. აი ამას შეხედეთ. აი ესო წრუწუნების ექსტრემენტები ხატებს და სანთელს მაინც ცენ პატივი სხვას რო თავი დავანებოთ აბსოლუტურად აქ გვერდზე გასვლაც არ არის საჭირო აი აქ ღია პროცესი მიმდინარეობს და აქ ობის მდგომარეობა ნახეთ როგორია ამას შეხედეთ აი ამას შეხედეთ ხელს ვერ ვკიდებ იმიტომ რომ მეტი ხელთათმანი არ მაქვს და ობიექტზე ხელთათმანი არ არსებობს აი ეს ნახეთ ეს რაღაცა მაისურის ნაგალეჯი რომელიც ვიღაცას იცვა და მე დახიეს და აი ესე გამოიყენეს უკვე აქ ტილოთ. ყველაფერი ზებინძურია, ზეჭუჭყიანია. აი რა უნდა გითხრათ, რას უნდა მოვკიდო ხელი? აი ეს ნახეთ, ეს ტაფის მდგომარეობა ნახეთ. აი ამ ტაფის მდგომარეობა ნახეთ და მზაკერძები და აი კონდენსატის რაოდენობას გავყვეთ და ვნახოთ კონდენსატი. ზესაზიზმობა. ეს ნახეთ რა მდგომარეობაშია, შეხედეთ, აი ყველგან ზესიბინძურია. ვაიმე! ეს რა ვნახე? ეს რა არის? ეს რა არის? შოქში ვარ. შოქში ვარ, ეს რა არის? საჭველი სად მზადდება? ეს ნახე. გასვლას ვაპირებდი. ნახეთ, წრუწუნების ექსტრემენტები რამდენია, შეხედეთ. ეს ნახეთ, ამას შეხედეთ. საშინელება შეხედეთ, ძირს დაიხარეთ, ძირს აჩვენეთ ყველაფერი. აი წყალი როგორ გამოდის პირდაპირ, აი ნახეთ, პირდაპირ როგორ იმაშვება. აი რას კედელი, აი ეხლა მე რო აქ ვთქვა, რომ ჭერის მთლიანობა. ვაიმე რა ნახატებია ჭერზე. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ, ეს არის სამზარეულო და ჩვენ ვართ გორში. ხორცი, მოხარშული, მოსახარში კერძები და ხერხი იჭრება, ხორცი არაჩვეულებრივია, ახალი, მაგრამ რა გინდა? საღორეში, სიბინძურეში კეთდება. მაპატიეთ, ბოდიშსუხთი ღორებს, იმიტომ რომ ღორებიც ესეთ პირობებში არ უნდა არსებობდეს.